მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი. Დრო ვისაუბროთ იმაზე თუ რა მოხდა დღეს მსოფლიოში და ამ მიმართულებით დღეს ჩვენს ფოკუსში აღმოჩნდა რუსეთის ფედერაცია და მისი ბიზნეს სექტორი. ერთი ძალიან საინტერესო კომპანია აღმოჩნდა დღეს BMG-ს რადარზე. ეს კომპანია არის სამოლეტ გრუპი, სწორედ სამოლეტი ჰქვია მას და არც სამალიოტი, არ შეგეშალოთ. ორი სხვადასხვა კომპანიები არიან ეგენი. სამოლეტ გრუპი არის დაკავებული დეველოპმენტით. ძალიან მსხვილი კომპანიაა სხვადასხვა ის რუსეთში. იგი აშენებს საცხოვრებელ უძრავქონებას, კომერციულ უძრავქონებას, კორპუსებს, ბიზნეს ცენტრებს და ამის ყველაფერს, რაც შეიძლება მოგაფიქრდეთ. ერთ-ერთი სისტემური დეველოპერია ის ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ როგორც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, კომპანია არის გაკოტრების ზღვარზე და მისმა მენეჯმენტმა გადადგა თამამი ნაბიჯი და მთავრობას მიმართა დახმარების წერილით. ამ დახმარების წერილში ისწერია, რომ კომპანია სურს 50 მილიარდი რუბლის სუბსიდიის მიღება, მარტივად რომ ვთქვათ, ეს დოლარში რომ გადმოვიყვანოთ და გავიგოთ რა თანხაა, შეადგენს 653 მილიონ დოლარს. აი, ამდენი თანხა სჭირდება სამოლეტ გრუპს იმისათვის, რომ არ გაკოტრდეს და მიმდინარე პროექტები ჩაბარების ეტაპამდე მიიყვანოს. კომპანია აქვე განმარტებას აკეთებს და ამბობს იმასაც, რომ თუ კი ეს თანხა არ იქნება ჩარიცხული ფედერალური ბიუჯეტიდან, ანუ გადასახადის გადამხდელი ჯიბიდან, მაშინ უკვე კომპანიას მოუწევს საქმიანობის შეწყვეტა და 10,000-ობით პიროვნება, რომელმაც შეიძინა სამოლეტის მშენებარე პროექტში ერთ-ერთი ბინა, დარჩება ბინის გარეშე. მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანაში იქნება ძალიან ბევრი დაუსრულებელი პროექტი. ეს პროექტი ცხადია გამოიწვევს ქვეყანაში უძრავი ქონების კრიზისს, საკრედიტო კრიზისს და ასევე იმ ადამიანების დაზარალებას, რომლებიც ბინებს უბრალოდ ვერ მიიღებენ. ასევე კომპანიაში საუბრობენ იმაზე, რომ ამ კომპანიის გაკოტრება პოტენციურად გამოიწვევს სხვა მრავალი კომპანიის გაკოტრებასაც, მათ შორის იქნებიან ის კომპანიები, რომლებიც ამ მშენებლობის პროცესში არიან ჩართულნი, იქნებიან იმ ოჯახის წევრები, რომლებიც რა თქმა უნდა მშენებლობიდან იღებენ შემოსავალს, 1000-ობით ადამიანი რეალურად დასაქმებული სამოლეტში და ასევე იმ ბანკებსაც შეიძლება შეექმნათ პრობლემები, რომელთაც ძალიან დიდი სესხები აქვთ გაცემული სამოლეტის პროექტებზე. მოკლედ საერთო ჯამში დაახლოებით იგივე რამ ხდება, რაც მოხდა ჩინეთში 2-3 წლის წინ, როდესაც Evergrande მივიდა გაკოტრების ზღვარზე. ასევე აქ ის უნდა ვთქვათ, რომ მიხელ კენინი იყო ამ კომპანიის ერთ-ერთი ძალიან მსხვილი აქციონერი, თანადამფუძნებელი. ეს ადამიანი გარდაიცვალა და ამის შემდეგ კომპანიაში გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა – წილების გაყოფა. რუსეთში მოგეხსენება წილების გაყოფა სხვანაირი მეთოდოლოგიით ხდება, იქ თვლად კანონს არ მიყვებიან და სწორედ მისი წილების დავის გამო ძალიან ბევრმა ინვესტორმა გადაწყვიტა კომპანიიდან საერთოდ გასვლა, რადგანაც მათ უკვე ახალი პირობები აღარ მოსწონდათ და ამ ადამიანის გარდაცვალებამ გარკვეულწილად კომპანია ააყირავა. მოკლედ, ამ შეთავაზების ნაწილში, რაც მთავრობისთვის არის გაგზავნილი და რაც რეალურად გულისხმობს ბიუჯეტის შეჭმას, იქ ერთი საინტერესო პუნქტია ჩადებული. თუ კი მთავრობა ამაზე დათანხმდება და პუტინი ხელს მოაწერს ამ განკარგულებას, მაშინ უკვე რუსეთის მთავრობა გახდება ამ კომპანიის საკონტროლო პაკეტის მმართველი და ეს ჩვენს ენაზე რომ ვთარგმნოთ, მაჟორიტარული წილის მფლობელი. მოკლედ, მთავრობის ბალანსზე გადავა ფაქტობრივად ეს კერძო კომპანია. რას უპირებს რუსეთის ფედერაცია ამ და სხვა გაკოტრების პირას მყოფ კომპანიებს, ეგ ნამდვილად არ ვიცით, მათგან მოგების მიღება როგორ მოხდება, ესეც აბსოლუტურად გაუგებარია, მაგრამ ფაქტია, რომ ის ვითარება, რაც რუსეთის ეკონომიკაშია, დღეს სახარბილო ნამდვილად არ არის და ამაზე სწორედ ასეთი მარტივი ფაქტები მიუთითებს. ხოლო თავად გაკოტრების მიზეზად კომპანია ასახელებს ერთ რამეს – რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც 16%-ია და 16%-ის პირობებში ძალიან რთულია რაღაც გააკეთო, ბიზნესი განავითარო, ან ვალით ბინა იყიდო. ასეთ პირობებში ვალს ერიდება მოსახლეობა, ვალს ერიდება ბიზნესი, შესაბამისად ეკონომიკური აქტივობა მცირდება და გუშინ თუ პუტინმა თავისი ეკონომიკის შეფერხებაზე თქვა, რომ ეს მათი გეგმის ნაწილი იყო და ეს რეალურად ცენტრალური ბანკის პოლიტიკით იყო განპირობებული, ეს გარკვეულწილად მართალია, სწორედაც რომ ცენტრალური ბანკის პოლიტიკით არის ახლა ეკონომიკა შესუსტებული და შეფერხებული, მაგრამ აი ამ პრობლემიდან გამოსავალი რა იქნება, ეს ნამდვილად არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვხედავთ იმას, რომ ძალიან მსხვილი კომპანიები პანდაპუნდად კოტრდებიან და მთავრობას დახმარებისათვის მიმართავენ.
რუსეთის თემატიკა გავაგრძელოთ აბუ-დაბის კონტექსტში, მოგეხსენებათ, სამხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამერიკას, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით დასრულების კონტურები არ იკვეთება, ამიტომაც უკვე დასრულებაზე, ასე ვთქვათ, აპელირებაც არ იქნება, ალბათ სწორი ეს უფრო მეტად ომის მენეჯმენტის საკითხია და ამ ეტაპზე იქნა ერთი საკვანძო გადაწყვეტილება მიღებული, კერძოდ 314 სამხედრო ტყვის გაცვლასთან დაკავშირებით. ასეთი გადაწყვეტილება მხარემ აქამდეც უკვე ერთხელ მიიღეს, მაგრამ ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას პრინციპში ვერ გავცდით ჯერჯერობით ვერც ამ შეხვედრის ფარგლებში. ორდღიანი ფორმატი უკვე მიილია, მისი მონაგარი არის მინიმალური და იმისი მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დღესახვალ დასრულდება, არავის არ უნდა გქონდეს. აქვე მხარები იმას ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა ეს პროცესი უკვე ძალიან გაიწელა, საითმიდის უკვე გაუგებარია, ორივე მხარეს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ეს მოთხოვნები ხშირად არის საწინააღმდეგო და განსაკუთრებით წინააღმდეგობა იკვეთება ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით, რადგანაც რუსეთს იმაზე მეტ ტერიტორიაზე აქვს ამბიცია, ვიდრე რეალურად მას აქვს კონტროლი მოპოვებული, ხოლო უკრაინას, რა თქმა უნდა, თავისი ტერიტორიების დათმობა არ სურს და პრინციპში ის ამას არც აპირებს. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან საუდის არაბეთში უნდა გადავიდეთ მეზობელ სახელმწიფოში, სადაც გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეხვდა მუჰამედ ბინ სალმანს, ანუ საუდის არაბეთის დე ფაქტო ლიდერს და ტახტის მემკვიდრეს. მასთან ისაუბრა არაერთ საკითხზე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო დაკავშირებული რეალურად ენერგეტიკასთან. ენერგეტიკა არის ის სფერო, რომელშიც საუდის არაბეთი არის უძლიერესი მოთამაშე პლანეტაზე, თავისი რეზერვებიდან გამომდინარე, თუმცა ნავთობთან და გაზთან ერთად ასევე საუბრის თემა შეეხო განახლებად მწვანე ენერგიასაც, მოკლედ გერმანია ძალიან აქტიურად ცდილობს მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციას, რადგანაც რუსეთის მაგალითმა აჩვენა გერმანიას, რომ არ შეიძლება ქვეყანა იყოს დამოკიდებული ერთ ან ორ მიმწოდებელზე, საჭირო არის დივერსიფიცირებული ჯაჭვი, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში, ვინაიდან ენერგეტიკა არის კრიტიკული მნიშვნელობის ინდუსტრია, ამიტომაც როგორც ჩანს გერმანია ამ მიმართულებით აპირებს გააქტიურებას. ასევე პოტენციური თანამშრომლობის საკითხები იკვეთება ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის მიმართულებით, ალბათ მხარეები ერთმანეთში ტექნოლოგიას, ნოუ-ჰაუს და ასევე სერვისებს გაცვლიან, თუმცა ამ ყველაფერზე დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა, სავარაუდოდ თუ კი მხარებს შორის დაიდება კონტრაქტი, ამ კონტრაქტსაც გავეცნობით და მაგ კონტრაქტის პირობებსაც აუცილებლად გაგაცნობთ. მსოფლიო ამბებს წარმოგიდგენთ Global Auto Import-ი.